ძვირფასო მეგობრებო მიესალმ ჩვენი გადაცემის სტუმარი გიგი უგულავა. მოგესალმებით ბატონ გიგი. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. სალამ ალეიქუმ. მოახერხეთ და კარგია რომ ეს არაბულად მელელა უნდა ვისწავლოთ რაღაცა არაბები ვართ. რაღაცები უნდა ვისწავლოთ არაბულად ჩვენც რომ ამ ხალხს დავეხმაროთ. ამ ხალხს დავეხმაროთ, რომლებიც მართლაც უსამართლოდ ისჯებოდნენ საემიროებში, ხო? ნუ მე ზარქოშებით. ხო, ამ ძიმე ამ ალბათ ყველაზე მეტად ის კაცი ვერ იტანს ახლა Coldplay-ს. და ვინც კიდე ბილეთი აჩუქა, იმას აგინებთ დარდა ცოცხალს. კი, ანუ რეალურად, ანუ ფაქტიურად Coldplay-ის კონცერტის ბილეთი დაუჯდათ $80,000 კაცს. კი, და ის არის, რა ქვია, ევროპაში ხო არ უშვებენ. ხო. ამერიკაში ხო აღარ უშვებენ. ხო. არაბეთშიც აღარ უშვებენ. ამასთან ერთად. მე მაინც სამგონია, ხა აი, ხა იქაური სასამართლო ხო წარმოგიდგენია რა არის ხა ეს სასამართლო? აი წარმოგიდგენ მოსამართლე, მთელი ეს ვიდეოები ამოიღო პროკურატურამ, მიიტანა, ნახა, თან ამათ ხანს თავის ისო დადგეს, ქცოლებს გადააღებინეს და დაადდეს და მოკლედ ბევრი ვიდეო მასალა იყო, ერთი ამბისთვის ბევრი კადრი იყო და მოსამართლე ალბათ უყურებს ყველაფერი შეაწონა იმასაკან. ნუ გავიგე, ეხა ეს რაღაცა გურჯისტანში რაღაცა ხდება იქ, რაღაცა რევოლუციური სიტუაცია, ეს ვიღაცა ბოგანო არის, ეს რაღაცა შუსტრი ბიჭია, რაღაცებს ეჭხუბება, რაღაცებს, ეს ყველაფერი გავიგე, რაღაცა თქვენთან ხდება გავიგე. აი ეს მაღალი შლანგივით სინი იყო. აი წარმოიდგინე რუსი ტურისტი რომ მიდის და გეგონება არც ესმის აი ესე როგორ გაიარა აი წარმოუდგენე ესე უნიკალური სამსახიობო ნიჭი უნდა ქონდეს ესე გაიარო და ვითომ არაფერი არ ხდებოდეს და ამის ფონზე ხა მოსამართლემ ხონა აღა ეს ვიდეო და მეორე დღეს უყურებს რომ ვერ გაატკეჩეს ეს რაღაცა ადგებოდა მხეცივით ყიოდა და იძახდა ვითარცა ცოფივით იყო და ხო და თან მე რაღაცნაირად წაიქცეოდა წაიქცეოდა ადგებოდა ვეღარ გაერკვა და აი ყველაფერი გაიგო მაგრამ აი ამას რა უნდა და აი მაღალ ხო იმიტომ ძალიან მოუქნელათაც ჭუბობდა რა იმიტომ რაღაცა ჭუბი ესე არ კალათბურთი ეთამაშა ჯობდა კაცს ხო ანუ აქ როგორი რეაქცია ექნება თვითონ აქ თავარს მაგაზე ახლა რეალურად არაფერში არ აწყობდა ახლა ხო ეს რაღაცა სკანდალი სასოწარკვეთილი ხო აი რო ზრდი ეს ხო ნამყენეს კოლექტიური კობახიძე ეს უტიფრობის ზეიმი მთელი 12 წელია გამოზარდა რა და გამოზარდა ნახავდა არაფერი არ გამოამატა ნუ რეალურად ალბათ ის კომპლექსმა შეაწუხა ერთი დღის რომ აი არაბეთი იქით იყო და რამდენი Coldplay სიმღერას გაიგონებენ სულ ეკალებს აი ანუ მე მგონია რომ აქციებზე Coldplay სიმღერა ჩავთო კი ეს ერთი საპროტესტო ის იქნება ერთი ხაზი უნდა იყოს ერთი ალბომი მთლიანად ცეცხლი ოლიგარქიას უნდა ვათქვევინოთ იმას რა ქვია Coldplay-ს კაი იცი ქალბატონებს აინტერესებთ წონასთან დაკავშირებით ახლა ნუ ეს ჩემი ის არ არის გიგი ხო ხდები ხა ქალბატონებს აინტერესებთ ეს წონის ამბავი მე ინგამ უკვე ჩამიშვა და ხო აი ხო ინგა ამბობდა რომ უგულავას დიეტა აღარ ამართლებსო იმიტომ თვითონაც ბარიატრია გაიკეთაო ხო და მომზდია მე თვითონ კონვერი თვითონაც გამოყვა ამ ამბავში იმ დღეს სუფრაზე ვიყავით თან სუფრა და ბარიატრია და სუფრაზე ვიყავით და მიმოვიხედეთ და აქეთ მიმოვიხედე იქით მიმოვიხედე და აღმოჩნდა რომ ყველანაირზე და რევოლუციური გადაწყვეტის მსხვერპლები ვიყავით ანუ ყველა მაგრამ საჭმელი დარჩა სულ აღარ საჭმელი ფაქტიურად საჭმელი სუფრაზე აღარ იჭმევა თუ საიდუმლო რამდენი დაიკელი 50-ის ჩემტა დაიკელი ხო 50 კილო კი ასტრალებში ვიყავი არა ანუ ხო ბოლო მე მაღალ წონებში ვჭიდავდი თუ გაინტერესებს როგორი ვიყავი აი იმედის კარდები უნდა ნახო ეგენიდებენ დღემდე სუკან გიგი უგულავს კი ხო აი იცი რა არის ხო ახლა ახალ იმედი ვახსენეთ რუხაძე რო იმედს არ უყურებს ხო ჩვენთვის უნდა ის ჩვენ გვაყურებინებს CNN-ს და BBC-ს უყურებს ჩვენ გვაყურებინებს იმას რა ქვია იმედს ანუ ფაქტობრივად კაცმა გითხრა რომ მე იმედი twins არ ვიბინძურებ მე BBC-ს და უფრო
ობიექტურ რას გვეჭდა მე იმეჯერ რომ მუშაობდი მაგრამ მე მეწყინებოდა ეგ ამბავი ძალიან მეწყინებოდა წარმოვიდგინე ხალხი თავს ვიკლავს ამისთან რამეებზე მიდის და თურმე არც უყურებენ ხო არც უყურებს კი იცი რა უნდა გითხრა შენ თუ ელოდი მაგალითად რომ აი 28 ნოემბერს ეს კობახიძე დააბრეხვებდა ამას რომ ევროპისკენ ანუ აი ამ სცენარს შენ ბევრნაირ სცენარს იხილავ ხოლმე გადაცემებში რა მაგრამ აი ესე უცბად აი ესე გამოსვლა და პირდაპირ აი ესე ბრეხვება რომ აი ჩვენ ახლა ევროპული გზა აღარ გვინდა და ვაჩერებთ ყველანაირ მოლაპარაკებებს რა ხო და აი ორ რამეს გეტ ერთი მანამდე ორი დღით ადრე აი უბედური წვიმიანი დღე რო იყო კამერო გავათენეთ აქციაზე და მეორე დღეს უკვე აი გაძენძილები გაუბედურებული სასოწარკვეთილები ვართ რა და მორჩა დამთავრდა ბრძოლა რა აი რომ დაეცემი ბრძოლის ველზე რა და მე დარწმუნებული ვარ კობახიძეს აი ამ ჩვენმა სასოწარკვეთ შპიონებით განასო გარშემო და აი ამ სასოწარკვეთამ აიძულა რომ 28-ში აი ეგ გაეკეთები რა რაც გააკეთა ასე რომ ირიბად ეგ მაგას ისედაც გააკეთებდნენ მაგრამ ნუ ირიბად მაინც ამან შეუწყო ხელი ასე რომ აი რო იძახენ პარტიები რას მიკეთებენ პარტიები რას მიკეთებენ კი არა ეგ ამბავი ზუსტად ჩვენ შედეგი პარტიებს რო არ ჩაესვა რა ამას კობახიძე კაია მაგრამ 28-ს მაგარამაც მოგიყვები აი საოცარი ამბავია ჩემ მეგობარს და ნამდვილი ამბავია კაცი არ ვიგონებ მოკლედ ჩემი მეგობარი დადის ტანგოზე ხო რაღაც ტანგოს წრეები ტანგოზე ხო თბილისში არის ტანგოს წრეები რა ხო და ჩემ ხელა რა 50 წლის არის მე ყველაზე ახალგაზრდა ვარ იქ 70-80 წლის ქალები დადიან ისეც ეკვავენ მე ვერც მივოდნა ნუ ახლა ტანგო რა არის ტანგოს და ვეცეკვები იქო ვარჯიშობ და ვეცეკვებიო იქ ერთ-ერთი ის ხო ფრიდონი ქვიაო რა და პარტნიორი ხა წარმოიდგინე აი ცოტა ისეთი გამოკვეტებული რეიტუზები რო აქვთ კაი კუნთიანი ესეთი სქელი ედუარდ კამაიკებით ცოტა მსუბუქი ოფლისუნით და მაღალი პროფესიული ესე ვთქვათ მაღალ პროფესიულად ცეკვავს ტანგოს და ნუ ესე ცეკვავთ მოკლედ ტანგოს და 28 არის მაგრამ ასე არა ვარ ახტება ვაფშე კონცენტრირებული ვარ მხოლოდ ტანგოზე და ამის ტელეფონი რაღაც ნოტიფიკაციას ბრმ ხმას უშვებსო და ეს ცოტა როგორც ყველა ესეთი აღნაგობის კაცი ცოტა უტყვია მარტო ტანგოს ეკავს ბევრს ალაპარაკობს და ნოტიფიკაცია რომ მოუვიდა უიო ოპერაცია მაქვს და ისო და გაებადრა სახე ფრიდონ თქვენ ექიმი ბძანდებით ვეკითხებიო და ნუ იშმუშნება რაღაცას და დაიწყო ამ თავისი ნივთების ჩალაგებაო რა ჩალაგებაო და ნუ აი რაღაცას მე აი აბეზარა ვაიუნები რატომ მიდიხარ მოდი დავამთავროთ ცეკვა რაღაცა იქით აქ მოკლედ ამ ყველაფერი ჩალაგა წავიდა და იქ ერთი ქალი არის რომელიც სულ ლაპარაკობსო რა თან ცეკვავს თან ლაპარაკობსო და ეს იმის და ექიმი სად მუშაობსო ესო რა ქვია ჩვენ ფრიდონიო და არა სად მუშაობს და გედედეში მუშაობს და ამას შოკი ეცადა ეს არის 28 საღამო როდესაც კობახიძე გამოვიდა და ევროპას დაუკანეცა და ხალხი რო გამოვარდა და ამას ოპერაციას დაებარეს თურმე გედედეში მუშაობს დასარბევად და ამას ცივა დაასხა და იმის მერე მოკლედ აი რუგზაკი დავდივარ და წარმოიდგინეო სულ ყველა აქციაზე დავდივარო და აი იმას ჩაფხუტებით იმებით არის თვალებში უყურებ ვერაფრით ვერ ვიპოვე და ერთხელ ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავიო რომ აი წარმოიდგინე იქიდან რომ გაზებს ისვრიან და წყალებს და უბედურებს აქედან ეს რაღაც პიროტექნიკა და ამბავე და ისეთ სასოწარკვეთილი ვიყავი ეხლა როგორ უნდა გამოვიცნო და ვიფიქრე რომ ხო არ შევარდე იქ და წავიცეკვო იქნება წამოვიკიდო ამ ცეკვაზე მე ვითხარი რა წამოვიკიდო არაო არ ვაცდენო იმის მერე არც მიტინგებსო და არც ტანგოსო და არ მოდის ისოხერე ნუტრალი სადმოა ყაზარმაში ყავთ ჯაკეტილი ჟენი ფრიდონი წარმოიდგინე აი კინოებში რო არის ხო იცი რაღაცა კილერი რო არის და რაღაც ესე ცივციხლად რო კლავს და მე სახში რო იქ რომ ვიოლინოზე რო უკრავს ან ყვავილებს რაღაცა გული და მეზობლები რო დადებითად ახასიათებენ ჩუმი წყნარი მშვიდი და კარგი კაცი
აი ეგეთი აღმოჩნდა ჩვენი გედედეს პრიდონი. გატაცება აქ რა. აი წარმოვიდგინე რა. ცეკვავს დღისით საღამოს გარბევს. საღამოს გარბევს დღისით ცეკვავს. დღის პირველ ნახევარში ტანგოთი არის გატაცებული. ანუ ეს უყვარს ცეკვა უყვარს რა. მისია ეს ტანგო. მისია. ეს საღამოს ჩვეულებრივად გამოდის ხილი რა. ის არის რა ქვია. მხეცი არის აი დაუნდობელი. აი წარმოუდგენელია. ამბავია სპეცრაზმენ. კაია, მაგითი ტანგოს ვიდეო რო დაიდოს, კაი იქნება. იცი რა უნდა კითხო, ეხლა ტრამპის ინაუგურაციას უყურე, ხო? კი, როგორ არ უყურე. ნუ აი აქაც ისე არიან რა, ანუ ეს ხო დიდი გულშემატკივრობა იყო და დიდი გულშემატკივრობა კი არა, ის იყო რა ქვია. ვინსად მოხდებოდა რა დარბაზში ერთი ამბავი იყო და. არა, კოცებიც ხო არიან, ხა ჟღალი მიმინო და ტრამპუშკა და რაღაცებს ხო ოფერებით ხო ეძახიან აქედან. შორით, ამათ კოცებს რა ტრამპის მიმართ აქ შორით დაგვა, შორით ალბა. ხო. იქ არ მიიღეს და აქედან ეტრფიან შორიდან. არა, ყველაზე მაგარი ვიღაც ქალი ვიყავთ ნაპოლი, ვიღაც კიმბერლი. მოდის. ხო, საქართველოში. ეხლა დღეს აგერო ის არის, რა ქვია, დაანონსეს, რომ ქალბატონი კიმბერლი ლოუ ჩამოვდის 5 საათზე თბილისის აეროპორტში იქნება და ვისაც სურვილი გაქვს დახვდით. აი, ეს კიმბერლი ლოუ რა ვიცი, აი, რა ჩვეულებრივი ადამიანი არაფერთან კავშირი არა, ისე რო შეხედავ ძალიან სანდომიანად გამოიყურება რა, ბაზა სხვადასხვა მაგაზე ტანგო ცეკვა უყავს, რამდენი ვნახეს. მე მგონი იცი რა არის, ეჭვი, მაგრამ ბოლოში ეგ კიმბერლი ლოუ იმ ცეკვავენ ვარსკვლავებში მოხდება. იმიტომ რომ არ აქვს კადრები ახლა ვარსკვლავები არ აქვს. ხო. ცეკვავენ, მაგრამ ვარსკვლავები ყია, მაგრამ ეს კიმბერლის ერთ ბოლო ამბავი არის, რომ ალბათ ცეკვავენ ვარსკვლავებში. კი, ან შეიძლება აი ტუტსის ამბავი იყოს, რომ აი ესე მოიხსნას, მე არ ვარ ედვარდ კესა, ემილი კიმბერლი და აღმოჩნდეს რავი ჟღალი მიმინო, რავი რაღაც აღმოჩნდა. გიჟობები, აი ნუ აი წარმოუდგენელი რაღაც, აი ესეთი რაღაც აი ყველაზე უფრო ყრუ ადგილას თანამედროვე სოფლიოში ხარ როგორ დაგუგლე ნახე კიმბერლი ლოუ არის თავისთვის რაღაცა ფერმაში ხალი რაღაცას თავის პატარა იმ მიკრორაიონში პრაიმერში მონაწილეობა უნდა და საბუთები ვერ შეუგროვებია საწყალს და წარმოიდგინე ხა აქ იქნება დახვედრა იმას ტეჩერივით დახვდებიან. აქ როგორ ასაღებენ კოცები თვითონ ვინ არის ეს კიმბე კოცები ეს არის როგორ ასაღებენ პირველი სიმაღლე აიღოს უნდა ეს დაინიშნება ტრამპის წარმომადგენლად ევროკავშირშიო. ხო და ეხლა მოდის ჩერეზ ევროპა აი პირველად მე მგონი შეიძლება ეხლა აი წარმოუდგენელი კარგი სანდომიანი ხალი ფერმა რაღაც აი კარგი ამერიკელი კონსერვატორი ცოტა რედნეკული იმითი რაღაც ესეთი კარგი ხალი სანდო თვალებს შეხედავ ლამაზ თვალები აქვს შენი თვალები ჭირიმ ვიღაც ად იპოვეს რატო იპოვეს რა უნდა გააკეთოს აქ ჩამოიყვან გეუბნები ეხლა გამოასეირნებენ ეგ და ის არის მაღალი დონის შეხვედრა რა ვიცი კობახიძე შეხვდება ალბათ ის ხალი გაგიჟდება წარმოუდგენელი ის აი მოხდება ალბათ თავის ის იყო რაღაც მოგზაურობა აკაკის რაღაც რაჭაში მოგზაურობა კიმბერლის საქართველოში არა და თვითონ ალბათ აი ვერ ხვდება მაგრამ ბოლოში გამაღმერთეს აი იცი რა არის ამათ ხო უკვე ქვა აღმარჩეთ აგეუბნები კიმბერლი ლოუ მოხდება ბოლოში რუსთაველზე აქციაზე აი ეგერ მე და აგერ ჩემ უბრალოდ მე მგონი ტრამპის გულშემატკივარია ეს ჩვეულებრივი რა ვიცი აი ხო არის აქ რა ვიცი აქაც ხო ყავს აი ბიზნეს რო ყავს გულშემატკივარი აი გულმხურვალე გულშემატკივრები რო არიან აი ეგეთი არის აი გაიყინა ესა ეს ჩვენი დელეგაციები ხო ცოტა იჩალიჩეს ზოგმა ერთ დარბაზში მოხდა ზოგი მეორეში ზოგი და ამან ეგეთ ვერ ჭალჭა გარეთი ხო სურათებს მაგრამ იყო მაინც კამაყოფილი იმიტომ რომ make America great again ყვიროდა და ხალხში იდგა 20 მინუტს 20 გრადუსს ყინვაში რა და ჩვენება იჩალიჩეს მაინც წარმაგარია სხვადასხვა დარბაზებში გადანაწილდნენ. იყვნენ ჩვენები, კი, სალომეც იყო იქით, გიორგი იყო იქით დარბაზში. ერთ დარბაზში ხوار იქნებოდნენ ყველა. არა, ერთად ჩვენ. ერთ დარბაზში ხوار იქნებოდნენ, გადანაწილდნენ სხვადასხვა დარბაზებში. მოედნე, ეს კიმბერლი ვერ შევიდა, ქუჩიდან უყურებდა. ხო, ქუჩიდან უყურებდა. აი, მაგაზე მეკითხები, აი, კოცობა რა, ანუ მენტალიტეტი რა არის, აი კოცობის რა არის, აი კოცობა? ნუ ერთის მხრივ ხო უძირო უტიფრობაა, მაგრამ ნუ ეგ ხა სერიოზული თემაა, ხა მას ისაც აი კობახიძე გამისის, კოცობა უფრო ღრმა რაღაცა არის, აი ყურე ძველი ამბავია რა. დომკინოში გადიოდა, დომკინოში მას დარბაზი იყო, კინოებს ანახებდნენ რა და
თომ კინოში ანახებდნენ ხოლმე ძალიან ხშირად პაზოლინის ფილმებს რა, რეტროსპექტივა იყო და უშვებდნენ სახარება მათესგან. ხო, ცნობილი პაზოლინის ფილმია და ნუ იქ არის რა ვიცი, ხა 300-400 ადგილია, სავსეა დარბაზი, იგზის ხა კიდობანში როზის, მაშინ თომ კინოში და ეს უცნობი რა. გადის ახლა ეს ფილმი. გია ხო? გია რა, უცნობი, კიდობნის კაცი. ხო და გადის და არის კულმინაციური სცენაა რა, გეცამანის ბაღში იესოს დაპატიმრება, ცენტურიონის ჯარის კაცები მოდიან და ესე აღწერილია სცენის ჯარის კაცები მოდიან და ეს ის და უცბად რომ და შეიპყრონ და წამოხტა ესა და გაიქეცი იესო, გაიქეცი. აი გარი ნაღდი ქოცოლა რა. აი ონი გინდა გააკეთა ოღონ 30 წლის წინ. კინო შეზახო გაიქეცი აი სასაულია რა. არ მოუდგენელი ის არის. აი ნაღდი აი ეგზისტენციალური ამოხნეშა იყო ისეთი აი ესეთი რაღაც აი ყველაფერი დევს ამაში რა. აი ერთ ფრაზაში გაიქეცი. ისტორიას ცვლიდა. როგორ ცვლიდა სხვა. კარგად იცხოვრებდა ძმაო, კარგ შეჭამდა, კარგ დალევდა, რა გინდა, სად მიდიხარ, აჯვარი, რიჯვარი. აი გაიქეცი რა. გაია. იცი რა უნდა კითხო, მაგრამ ეხლა მოსამართლების кейპს უყურე? ხო? кейპს გარედან, ხო. ყველაზე მაგარი იყო, ბიჭო, აქ ხალხი აერობდო და იქ სვეტა მუსიკა, იმენა, სვეტა მუსიკა რო ჩაი. სვეტა მუსიკა რა, და ის რა ქვია ის ბენდი რა იმისი. აი, წარმოუდგენელი და გარედან ეს ხალხი გმინავს, იქ იჭერენ იმას და იქიდან წითელი, ყვითელი ფერები რაღაც პანჭერს იმას. წარმოუდგენელი ხალხია. თამთო იქეიფის. აუ იცოდნენ ესეთი ამბავი ხო? რა ვიცი, ბიჭო, რა ვიცი, რა გითხრა ხა, რა ვიცი. აგერ მელაძეს ხო მაგათ და იმებზე, აგარაკებზე აქვს გაკეთებული სიუჟეტი. წასულიყო სადმე აგარაკზე დამწყარიყო, მაგრამ ეკეიფათ. რას გაიგ, უტიფარი ხალხია, რა ვიცი, იქე. აი, ანუ ალბათ ყველაზე ასანახავთ, რომ ეხა ჩვენ არაფერი ესეთი პრობლემები არ აქვს, ნახეთ ეხლა რა კარგად ვართ რა, მაგარი პრობლემები არ აქვს. წინა დღეს ხალხი დაიჭირეს, ბავშვები შეაბრუნეს ციხეში და ყველაფერს თავიდანვე. აი, ჩემი შვილი იყო რა მაგ აქციაზე და დამირეკა და мама ვერ წარმოიდგენო ახლა რა იყო მეთქი და მეთქი ვიღაცას იჭერენ. რანდა აი წარმოიდგინო, აი აქ ხო დგევარ, თან ცუდი ამინდა სიცივ და იქიდან რაღაცა საშინელი მუსიკა გამოდისო და ფერებიო ესა სვეტა მუსიკის საშინელება. ანუ და ეს კაცი მე ხა აგერ იდგა სერიოზული სახით ასამართლებდა დღეს ვიღაცებს. აი ხო გუშინ ხო ბაჩიაშვილის მოსამართლე. აი ეს მოსამართლეებს აი ხა შენ ცნობ ხო? როგორ არ ცნობ, ყველა ჩემი პროკურორი იყო და ჩემი მოსამართლე უკვე მე ერთხელ სადღაცა სემინარზე ვიყავი და ახალი გამოსული ვარ ციხიდან და ბიჭო და შევედი ბორჯომში იყო რა და სასადილოს შევედი, გავიხედე მეცნობა, გამოვიხედე მეცნობა და მე მეთქე, რა ვიცი, ეხა წინა ცხოვრებიდან მეცნობა, ეხა სულ ვიღაცები რომ დარბიან, ეხა ეს ზოგი ცუდი, ზოგი კარგი იმაში რა, პოლიცია მოიწევ რაღაცები. მეთქი ვიღაცები, რა ვიცი, მეცნობა და მე და გოკავართ გაბაშვილი და ბიჭო, უცხოს კრავს მას და ეს ვერ იცანია ვინა. ამან გაგისვა შეჩემა სროკზე როგორ ვერ ცნობ. მე უცხოდ გამახსენდა და მე ხო ერთ რო იცნობ და მე ესეც და აღმოჩნდა 5-6 მოსამართლე მე პროკურორი ეხაც რო უყურებ ერთი და იგივე ხალხი ყავთ ეთყობა ეს კუტოკი აი ბაბილოს კუტოკია რა ვინც კეიფობ და ეგენი არიან პროკურორიც მოსამართლებიც ეხა აი ბაჩაშვილის ემას უყურებდი ის არის ჩემი პროკურორი იყო მოსამართლეც ჩემი იყო ყველა შენი იყო ვინც შენ გაიარე ხო ხო მაგრამ მაგას ძალიან ბევრს ედავებიან მე მაგდეს არ მედავებოდა ბაჩიაშვილს რამდენს ედავებ ესე იგი რამდენი ბიტკოინი უნდა მომცეო 500-ი აი წერილი საოცარი წერილი იყო 60% მომეციო თუ გინდა გაგეშვაო და თუ არ მომცემ 60%-ო რაც დამართვიო ყოველ თვეო 5% დაემატებაო ხო აი იმინა სოვდაგარის რავი მაკარას წერილი იყო საოცრება სოჩიკი ჩაუ წარმოუდგენელი წერილი აი არ ვიცი მე ანუ უფრო გადაკანონით კი არ ელაპარაკება აი რაღაც უფრო 5% ყოველთვე დაემატებაო რა უფრო მაფიოზურად ოღონდ ეგ არ გაჩერდებაო 100%-ს რო გადაცდებაო მერეცო მაგრამ აი ცი მაინც პროცესები ახლა ხელისუფლებას თავისას უბერავს ხო მაინც არაფერს არ შვება ახლა ის აი ბოლო იყო
CSKA-ს განცხადება, რომ უკვე ადგილობრივი არჩევნების თარიღი დაგვინიშნეს. ხო, ახლა საერთოდ ვითომ არ იმჩნევენ, რომ ქვეყანაში რაღაც უბედურება ტრიალებს რა. პესიმისტური სცენარი თუ კიდე მოგიყვებით ჩვენთვის. ხო, აი პესიმისტური მაინტერესებს. და ქოცების სცენარია, სტრატეგია. ოღონდ მაგ სერიოზულად ვთქვი. ივნისამდე მიაღწიონ სადღაც ივნისის ბოლომდე და ივნისის ბოლომდე თუ ისევ ხელისუფლებაში არიან, მე უნდა შეგითრევენ ამ ადგილობრივ არჩევნებზე. ოღონდ ეხლა ვეგეთყვი ჩვენ უბედურებებს. ეხლა თუ ისევ ივნისში ესენი ხელისუფლებაში არიან, ხო? ადგილობრივი არჩევნები ყველა პარტია დაიწყებს. ჯერ ერთი იტყვის, რომ არ მივიღებ მონაწილეობას. მაგალითად გვარამია იტყვის. მაგრამ იქით იაგო იტყვის მივიღებ, მერე ფედერალისტები იტყვიან მივიღებ, მერე გახარია იტყვის მივიღებ მონაწილეობას, მერე ლელოძი იტყვის მივიღებ, ბოლოს ეს ორი ნაცი რაც არის დარჩენილი, ისიც მიიღებენ მონაწილეობას. მან შეგითრებს ყველა ვარიანტი შეგითრებს. დაი როგორც ახლა შენ გიყურებს ისე მაქვს წარმოდგენილი. აუცილებლად ტელევიზორში გამოჩნდება დათო ბერძენიშვილი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და როგორც თურქულმა ოპოზიციამ ისე უნდა დავამარცხოთ, ქალაქები უნდა წავართვათ. აი ამას 100% და აი ამას იტყვიან აუცილებლად. მერე პარტიებს შორის დავარაზე იქნება, იცი რომ ჩვენ ყველას ძლიერი კანდიდატი, ყველას თავის კანდიდატი ეყოლება. მოკლედ და მეორე ტურში ვითანამშრომლებ და აი მეორე ტური დამთავრდება როგორც 21 წელს იყო. აი ეგ იქნება. აი ეს არის ამათი ქართული ოცნება, სინამდვილეში არის ეს და შესაბამისად ეხა აქეთ რო გადმოვახვიოთ, ხო? ივნისამდე ამათმა არ უნდა მიაღწიონ. აი ეს არის აქედან მორალი, თორე თუ მიაღწიეს, მერე ჯობია ისა რა ქვია. თაკუდი დავიყურო და თურქულ გამარჯვებულ რომელიმე ქალაქში წავიდეთ დასასვენება. ანტალიაში თუ გინდა, ანტალია, ხო ყველა ქალაქი მოწაართო. ნუ აქ იქნება და ჩაი დარწმუნებული დათბენ. სტამბული წაართვა, ანკარა წაართვა, ოპოზიციამ იზმირი წაართვა, ბოდრუმი წაართვა, ანტალია წაართვა და ჩვენც ეგრე წავართმევთ თბილისს, წავართმევთ რავი, ზესტაფონს წავართმევთ, ქუთაისს წავართმევთ, ნუ დაუტოვებთ საჩხერეს ბოლო-ბოლო მოკლედ და ეგრე ქვევიდან ამოვწვეთ. მაგრამ პრემიერი მაინც სიტყვაზე როგორც ერდოღანი არის, ისე იქნება. კი. ეს მოდელი მოკლედ აქედან მორალი ამ ისტორიის არის, რომ ივნისამდე ამათმა არ უნდა მიაღწიონ. შესაბამისად ამ სამი თვე გვაქვს ბრძოლისა და თავდადებისთვის. ანუ მაინც ოპტიმისტურად ხარ განწყობილი. აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შეუძლებელია უბრალოდ აი მათ შორის აი ფრიდონის ისტორია სნაირი ანექს მეორე უამრავი ისეთი ადამიანური ისტორიები და ისეთი ემოციური ისტორიები ახლავს აი ამ იმასთან, რა ქვია, აი ამ დიდ ტალღას და ამ აღტკინებას, რომ შეუძლებელია ისა რა. თან აი მე კიდე რა მომწონს, აი იქ ცოტა შეთხელებული როცა ხო არის ძირითადი ხალხი, ვინც დგას, რომელიც აი ყოველდღე აი სხვათა შორის აი ყველაზე დიდი სიმბოლო ის არის, რა ქვია, პაატა ბურჭულაძე, აი მე მგონი და სულ დგას. სულ და ეგრე არის რა, ოღონ ეს ხალხი ვინც ეს სულ დგას რა, უკვე იმას აქვს რა, შაკეროთ ხოლმე რომ აი რამე რო იყოს კადასტრი მოიზომე, აქ უკვე ფესვგადმული ხარ. როგორი რაღაცა იცი, მე ერთმანეთს საუბარი, აი მონადირეები ვით არიან რა. აი მონადირე რა არის, აი ხარი საიდან იქნება, ხალხი მოვა, გამინც რო უყურებ, ღრუბელი საიდან დაუბერავს, იქ ხარი, ისიქით წვიმა იქნება, არ იქნება, აი მონადირეების ლაპარაკს გავს ხოლმე, აი მონადირეს მიდის, აი სულ ეგეთი ლაპარაკი ეს აღტკინებული ძირითადად მეტეოროლოგიური, პოლიტიკური და ესეთი ამბებით ნაზავია ხოლმე. ხო. და ეხლა სხვათა შორის მე როგორც ახლა ყოფილ მერს ესეთ ურბანული მებს მეკითხებიან ხოლმე, ესეთ დისკუსიაში შევალ ხოლმე და ეხლა ეს დღეს უკვე მოხსნეს ეს წინა საახალწლო განათებები და აი ახლა თქვენი საზრით რო მე ვკითხება, ჯერ გაგანი ახალი წლების მერეა რა, როდის დაგვარბე მე ვთხარი, ჯერ არავინ არ დაგარბევს მეთქი, სანამ საახალწლო ესენია მეთქი. აუგო წარმოიდგინე მეთქი, აქა წყლის ჭავს ვერ გამოიყენებ, გაზის იმას ვერ გამოიყენებ და ამ ნაწვალებ იმას, რა ქვია, ამ ნაძვის ხეს და განათებას ახლა კალაძე არ იმას. ასე რომ სანამ ეს არის და აი ვიგულავთ და აი დღეს უკვე მოხსნეს და აწენ უკვე უნდა ვემზადოთ მეორე გადამწყვეტი ბრძოლისთვის. იმედი მაქვს, რომ შენი ოპტიმიზმი გაამართლებს, ჩვენც ოპტიმიზმი ვართ. იმიტომ რომ ახლა ხო ხდები ეს
სანქციებიც ხო თავისას შვება, ხო? ჩაქუჩივით ურტყავს, ჩაქუჩივით ნუ ურტყავს. მესმის რომ ეს აქვია ბრიტანეთის ავტორიტეტი ძალიან დაეცა. ტიტანიკივით. მიწასთან არის გასწორებული, მაგრამ უღირთ. აბა, ბიჭო, 10 საუკუნოვანი სასამართლო. ეტალონი ბრიტანული სასამართლო, პრეცედენტული სამართალი ერთი იმით დამარხეს. დამარხეს იმით რომ ბატონ ბიზნეს სანქციებში სიაში მოახვედრეს და ნუ ესა ძალიან ძიმე ამბავი. ძალიან დიდი მადლობა გიგი რომ მოხვედრით ჩემთან. მადლობა მოწვევისთვის. მე ძალიან ვიხარისებ. მე იმედი მაქვს რომ ფრიდონი ტანგოს დაუბრუნდება საბოლოო ჯამში. ჯობია ტანგო იცეკვე. ძალიან დიდი მადლობა გიგი გულავა იყო ჩვენი განსაკუთრებული მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი.